ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Podcast-ი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი რატი ჩაკვეტაძე, ჩვენი მწვრთნელი MMA-ის და მხოლოდ MMA თუ კიდე სხვა მიმართულებით, მხოლოდ ბოქსის და MMA-ის მწვრთნელი. მოგესალმებით რატი, როგორ ახარ? თავად როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის. როგორ მოგწონს ჩვენი ახალი კლუბი? ძალიან კარგი არის, თავიდანვე შემოვიდი აღნიშნო, რომ ძალიან სიმყუდროვეა რა და ძალიან კარგი არის. კი, დიდი მადლობა. იმედია ხშირი სტუმარი იქნები აუზეც და დარბაზით. აუცილებლად. რატი, ჩვენი შეხვედრა მოხდა გამომდინარე ძალიან ძველი ისტორიის მათესთან ვწერდით პოდკასტს და უბრალოდ გამახსენდა რომ ვაპირებდი მე ახლა მწვრთნელის გარეშე ვარ, ანუ მე ვყავს მწვრთნელი კრივში, მაგრამ არ ვყავს მწვრთნელი MMA-ში და ვაპირებდი პირველი ვისთანაც მომინდა და ვისაც შევთავაზე იყო შენ გუნდში. და რატომღაც მივიღე ვარ. ამ ისტორიით მინდა დავიწყო, რადგანაც ამით დაიწყო ინტერესი და ამიტომ გამიჩნდა სურვილი რომ მოგიწვიო. ვის ავარჯიშებ, ვინ არის ეს ძიმე წონა რომელიც ველოდება ჩვენ? ხო, ეს არის ზაზა დოხნაძე, რომელსაც ვავარჯიშებ ალბათ ჩემი პირველი მოსწავლეა საერთოდ რა 12 წლის წინ დავიწყო მცველობა და იქიდან მომდივარ და მოვდივარ. თქო რაღაცა მიზეზების გამო ხშირად ვერ ჩხუბობს. რაღაც პირადი მიზეზები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კაი სტრაიკერი არის. MMA-ის მართულება თუ MMA ხო? MMA-ის მართულებაში შეხუბობს. ძალიან კარგი. ერთ-ერთი კაი მართლა კარგი სტრაიკერია, სწრაფია, ასე შემდეგ ბევრი ძალიან კარგი სკილი აქვს რა. და მე არ ვემხრობი ხოლმე არასოდეს იმას, რომ გუნდელებმა ერთმანეთს დაცხონ. არ არის ჩემს ხოლმე რა და მაგიტო უარი გამომივიდა შეთ. ძალიან გული დამწყდა, მაგრამ მართულება ავიღე კრივის და მუშტი კრივის. რატი, შენ ყავს ძალიან წარმატებული მოსწავლეები, მათ შორის ჩვენთან იყო სტუმრად მათე, რომ რამოდენიმე სიტყვით გითხრა, აი შენ მწვრთნელობაზე, ვის ავარჯიშებ, როგორ ავარჯიშებ, როგორი ივენტები გველოდება? ხო, ეხლა როგორ არის, ეხლა ცოტა ხანი მე გუნდიდან ცოტა გაჩერებული ვარ, იმიტომ რომ ჩემპიონთა აკადემიიდან წამოვედი და ეხლა ვარჯიშებ გლადიუს MMA-ში. გლადიუსი არის ჯიუ-ჯიტსუს დარბაზი და ეხლა დავამატეთ MMA რა. ოფიციალური ფედერაციის დარბაზია, რომელიც ძალიან კარგად უძღვება ამ საქმეს და რა ვიცი, ეხლა შეჯიბრები აქვთ, მაისში ტარდება რეიტინგებს აკეთებენ და ასე შემდეგ და შევიტანეთ MMA-ც რა და ჯერჯერობით ეხლა ეს 2 კვირა რაც ახეთ გადმოვერთე რა, ბიჭებიც იქით არიან ჯერჯერობით. აკადემიაში. გადმოდიან. კი, გეგმა სამომავლო ცოტა ხანი არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში მექნება რაღაცები. ის სტილი როგორც შენ ავარჯიშებ მომწონს, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატო მინდოდა შენთან ვარჯიში. რომ მოგვიყვე, როგორ დაიწყო შენი შეხება სპორტთან, რა სპორტით შენ პირადად დაიწყე და როგორ მოხდა ისე რომ გადაწყვიტე რომ იყო მწვრთნელი? როგორც ყველა 90-იანების ბავშვმა მეც დავიწყე კარატეში. მე რაღაცა სკოლის ასაკში არ იმუშავა ამ კარატემ ჩუბის დროს. და სახში ვთხოვე რომ ბოქსი შევიყვანეთ რა, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა დიდი ინტერესი მქონდა ეს ფილმი როკის მიმართ და ძალიან მოტივატორი ფილმი იყო. კი, ძალიან და გადავედი კრივზე. კრივზე კარგა ხანს ვივარჯიშე, მე უნივერსიტეტის ნაკრებშიც ვიყავი. რაღაცა ჩუბებით ჩატარებული მაქვს ხა ისეთი განსაკუთრებული. კლასიკურ კრივზე არის საუბარი. კლასიკურ კრივზე არის საუბარი, კი. და პარალელურად როგორ იყო ესე 90-იანების პერიოდში ერთ-ერთ არხზე ქართულ არხზე სხვათა შორის გადიოდა UFC-ს ბრძოლები. ეს პირველი საერთო ჩემპიონატები რო ტარდებოდა და მაშინ აი მე და მამაჩემი დავინტერესდით რა და აი ტანკებოტი და კი კენ შემრუკი და ეგენი რა. ტაქტაროვი. კი, ზუსტად და აი ძალიან მაინტერესებდა რა. და ერთადერთი ის რომ მამაჩემი იყო ისე მე და მამაჩემი ვიყურებთ, მეტი ირგვლივ არც არავინ არ უყურებდა ალბათ რა. და მასთან ერთად ჯობდი ხოლმე ამას და სულ მაინტერესებდა სულ რა. მე რაღაცა იყო ისე მოხდა რომ კრივიდან წამოვედი. პარალელურად ვივარჯიშე ჯიუ-ჯიტსუ, სხვადასხვა რაღაცებზე გადავერთე. ვივარჯიშე ჭიდაობაც, კიკბოქსინგიც რაღაცებიც კარგად მქონდა გათავისებული და მე ისე მოხდა რომ რაღაცა მე და ერთმა ჩემმა მეგობარმა შექმნით რაღაცა პატარა კლუბი რა. გოჩანე ფარიძე, აი ძალიან კაი. ეს რომელი წლებზე არის საუბარი? ეს არის დაახლოებით 12 წლის წინ რა, 12-13 წლის წინ, ხო რა. აქტიური სპორტიდან წამოსული ვიყავი მე და უბრალოდ ისე მინდოდა რომ ჩემი რაც ვიცოდი ხა ცოდნა გადამეცა სხვისთვის რა. და ნელ-ნელა გამოვზარდეთ რა ეს ხალხი რა. აი ზაზა ზუსტად იყო პირველი შენი მოსწავლე. კი. მე დავიწყე ტურნირების ჩატარებაც
შენ თვითონ მე თვითონ ვაორგანიზებდი ამ ყველაფერს. MMA ტურნირები არის. MMA ტურნირებს კი. ელიას თაზიკრივის დარბაზი არის და იქ ვატარებდით. კი, როგორ არის ელიას კლუბი. იქ ვატარებდით შეჯიბრებს რა. ძალიან კარგად მიგვიღეს. თავიდან უცნაურად ეს ყველაფერი MMA ახლა ჩავატარო თუ რაღაც, მაგრამ ანუ რინგზე ჩატარდა. რინგზე ჩატარდა კი. ანუ მაშინ KG-ს იდეაში ეხა ბევრია ქალაქში და მაშინ 1-2 ეს მეც არც არავინ არ აწყობდა ალბათ, არც იცოდა როგორ არის. ხო არა, აი საკუთარი სახსრებით სპონსორების გარეშე და ესე ვატარებდით რა. კი არა, ხალხი მიჩვეული იყო იმას, რომ სხვადასხვა ტურნირებზე გადიოდნენ, შესატან გადასახადს იხდიდნენ რა, რაღაც 30 ლარი იყო თუ რაღაცა და ჩვენ ისე ვქენით, რომ ეს ამოვიღეთ და ბევრი გაყურებული იყო. სხვათა შორის ბენო თავის პირველი ჩხუბის ამოყვარულო იჩხუბობ ჩვენ და ტურნირს. და მაშინ ბენოს არ ვიცნობდი საერთოდ რა. ბენო ადამიანზე ბენო ადამიანზე კი. რა მაინტერესებს შენ როგორც მწვრთნელი, როდესაც ამზადებ შენ ტექნიკაში დომინირებს, რესლინგი დომინირებს, სტრაიკინგი? გააჩნია მოწინააღმდეგეს რა, მაგის მიხედვით ვადგენთ ყველაფერს. ჩვენ მათესთან ვსაუბრობდით და მითხრა, ჩემი მომზადება აბსოლუტურად დაკავშირებული არის მოწინააღმდეგეს სტილზე. ანუ მთლიანად. ანუ არ არის რაღაც რომ ეს საბაზისო მომზადება? პროფესიონალურ სპორტში როგორ არის, საბაზისო ცოდნა ყველას აქვს რა, მაგრამ მე არის უკვე ზიხარ და მოწინააღმდეგეს უყურებ. რა შეცდომებს უშვებს. არის ნახე რომ ორი მე რას ვახცე ყოველდღიურად, ორი რაღაც არის. არის შეცდომა და არის ჩვევა. საინტერესოა. ჩვევა არის ის, რომელსაც იმეორებს 2-3-4 ჩხუბში, 5 ჩხუბში ერთ და იგივე შეცდომას რა და მაგის გამოსწორება ნებისმიერ ადამიანს უჭირს. და აი ამ ჩვევებიდან გამომდინარე თუ გამოიჭერ უფრო მარტივად მიწდები მიზანს, რაც უდასაც უნდა მიწდე რა. შენი აზრით რა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ მოემზადო მოწინააღმდეგესთვის? პროფესიონალზე გვაქვს პროფესიონალებზე საუბარი კი. short notice-ებიც გქონია. კი. მაგრამ დაახლოებით ალბათ 2 თვე არის ძალიან კარგი პერიოდი. ანუ ზოგადად ეგრეც არის ხო UFC-ში 2-3 თვე აქვს რომ 2 თვე არის ისეთი მინიმალური პერიოდი, როცა კარგად მოემზადები რა მოწინააღმდეგეს. ну რა თქმა უნდა მანამდე ის უნდა გქონდეს რომ შენ არ უნდა შეწყვიტო და რაღაცა დონეზე უნდა იყო რომ მე უკვე მარტივად გადაერთო საბრძოლო ასე დროისთვის რა. შენი აზრით, რამდენად შეიძლება პროფესიონალური სპორტსმენის ტექნიკის შეცვლა, აი რომ ამბობენ რომ აი დაუშვათ რომ წააგებს რაღაც ბრძოლას და რომ ამბობენ რომ აბსოლუტურად უნდა შეცვალოს ახლა დგომის ტექნიკა, ფეხის ტექნიკა. ეს დაკავშირებული არის ასაკთან, დაკავშირებული არის სპორტსმენთან თუ პრინციპში შეუძლებელი არის შენი აზრით? შეუძლებელი არ არის. უბრალოდ იმდენად ინდივიდუალური საკითხია ეგ რა, რომ თვითონ მებრძოლზეა თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. ზოგს შეუძლია და ზოგს სამწუხაროდ არ შეუძლია და ისევ იმ ჩვევებზე მიდის რა ძალიან ბევრს უზრუნდება. აი პირადად გეტყვი, ჩემთვის ძალიან რთულია ხოლმე, როდესაც სხვა დარბაზში ვარჯიშობს სპორტსმენი, მე ის ჩემთან მოდის და ჩემს იმაზე უნდა გადმოვაწყო რა, აურაზე. ხო და ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც ხრიკები არსებობს, რითიც ადვილად ამახსოვრებინება ამ ადამიანს რა რაღაცებს და მე უკვე იქიდან გამომდინარე ცენტრალური ნერვული სისტემაც სხვანაირად მუშაობს, ტვინიც სხვანაირად არის ამ რაღაცებს და იმახსოვრებს რაღაცას. ანუ შეგვიძლია თქვა, რომ ზოგჯერ ზედმეტი გამოცდილება და ბევრ მწვრთნელთან მუშაობა ალბათ დადებითი არ არის. ხო, თუმცა თუ ახლის ძიებაში ხარ, არც ეგ არის პრობლემა რა. აი პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რომ აი ბოლო 6 თვის განმავლობაში აბსოლუტურად შევცვალე სტრაიკინგის ტექნიკა. ანუ ადრე უბრალოდ ჩხუბობდი, ხო, დაუფიქრებლად და შემდეგ როდესაც გადავედი კონსტანტინ კუპატადესთან, ეს მაღალი დონის კლასიკური კრივის მწვრთნელი არის, აბსოლუტურად შემიცვალა. ანუ დაცვა, შეტევა, მოძრაობები მეგონა რომ უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, მაგრამ მივხვდი რომ ვერ ვაზროვნებდი, ახლა დავიწყე აზროვნება. მაგრამ ალბათ ძალიან დიდი როლი არის მწვრთნელის აბსოლუტურად. შენი აზრი მაინტერესებს, აი ბრძოლა მაგომედ ანკალაევი პერეირასთან. რას ფიქრობ, როგორ შეაფასებდი ამ ბრძოლას? აი, სიმართლე გითხრა, მე პერეირასკენ ვიყავი. რომ გეგონა რომ მოიგებდა თუ მეგონა რომ მოიგებდა, მეგონა რომ გათიშავდა. კი, მაგრამ კიდე ჩემთვის ის მქონდა რომ პერეირას ვაფოლობ რა და რაღაცებს უყურებ ხოლმე და წინა დღეებში იმდენად არასპორტულ ვიდეოებს დებდა რაღაცებს რა. რაღაც ბარში იყო, რაღაც ძებთან სვამდა, ისა. ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა ხელს უშლის რა. პლუს ოჯახური სიტუაციაც მე მგონი რაღაცა არ აქვს დაალაგებული თუ რაღაც ზოლი დაშორდა თუ რაღაც და ეგ სტრესები რა თქმა უნდა მოქმედებს რა ყოველთვის რა. და შენ თუ დააკვირდი ლაშა იქაც ბრძოლის დროს თითქოს იქ არ იყო რა, შიგნით რა, სადაც სხვაგან იყო რა. კი, გეთანხმები, მაგრამ მე იმ
შეხედულების ვარ, რომ შენ აკეთებ ზუსტად იმდენს, რამდენსაც გაძლევს მოწინააღმდეგე, რომ გააკეთო. მე ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგომედ ანკოლავი მოიგებს იმის გამო, რომ უფრო სწრაფი არის. კი, პლუს პერეირა დარტყმას იღებს რა. პერეირა ყოლაპავს კი დარტყმას. პერეირას თენსი სიმართლე გითხრა მე არ მოწონს. მოკრივეებთანაც მე რომ ვნახე ბრძოლა, აი შენთან ძალიან საინტერესოა მის განხილვა, პერეირას სპარინგები მოკრივეებთან, ბევრ დარტყმას ყლაპავდა და შენელებული რეაქცია რაღაც მომენტში. ალბათ ეგ არის იმის გამო რომ ნოკაუტებშიც ნამყოფი არის და ატარებდა. ანუ რიტმს ვერ იჭერდა მოკრივეს რიტმს და ზუსტად ამის ხარჯზე მეგონა რომ ანკალავი დაანოკაუტებდა. კი, ზედმეტად ღია დგომი აქვს თან, აი ძალიან ღია დგომი აქვს და უძრება დარტყმები და გინდა რა. იყო ვარიანტი, ანუ მე ვიცოდი, სადღაც ვაძლევდი 65%-ს რომ ანკალავი მოიგებს, მაგრამ სულ რჩებოდა ამ პერეირას მარცხენას შანსი რა, რომ გააკეთებდა. მაგრამ პერეირა როდესაც წავიდა წინ, ჩემი აზრით გაატარა. გაატარა. თანაც საგრძნობლად გაატარა, რომ შეეძლო ანკალავის დაიფინიშები და შემდეგ შეტორმოსდა. შენი აზრით რა შეიძლება მეორე ბრძოლაში? ანუ რევანში უკვე თითქმის 90%-ით შედგება. დაგეგმილი არის. აი პერეირას ზუსტად სამუშაო ექნება იმაზე, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაღაცა სტილისტიკურად უნდა შეცვალოს რაღაცეები რა. თუნდაც ის რომ კი გასაგებია ეს მოდი ხიდეთ რაღაც ჰუკს არასწორად ხო უტყავს. კი. ძალიან არასწორად უტყავს რა. პერეირას შილთან ბრძოლა ვისაც გვაქვს ნანახი, არ ვიცი. ჩემი მოყვარულები უკეთესად აკეთებენ მაგას. კი. ეგრეა. და აი ეს რა ვიცი ცოტა კლასიკური სტენსიც უნდა დაამოღამოს რაღაცებში, იმიტომ რომ რა ვიცი საბაზისო გეხმარება ბევრ რაღაცაში, რომ მე აი იმას არ ვამბობ აკლია, მაგრამ ალბათ დაივიწყა თავის სტილზე არის გადაწყობილი და რაღაცნაირად ისე უკან უნდა დაბრუნდეს რომ ეძებოს მინუსები და ის გამოასწორო ზუსტად. ანუ შენი მიდგომა ვფიქრობ გაამართლებს რომ მოემზადოთ კონკრეტულად ანკალაევისთვის. კონკრეტულად ანკალაევისთვის კი და არ იყოს თავის მარცხენა ხუგზე დამოკიდებული, რომელიც არასწორად მიდის. მაგრამ აი მე ვიდეო სამოტივაციო ვიდეო გავაკეთე რომ ბრუსლი ამბობდა თქო რომ არ მეშინი ადამიანის რომელმაც 10000 დარტყმა, მეშინია რომელმაც 1 დარტყმას აკეთებს 10000 და იმდენად კარგად აქვს ეს არასწორი დარტყმა გაკეთებული, რომ ვერ იტყვი რომ არასწორი არის. ხო, რა თქმა უნდა. რომ ანოკაუტებს ახლა ფაქტი არის. კი, მაგრამ ეგ როგორ არის, მე ფსიქოლოგიურად ამის იმედზე ხარ მე და კი, ძალიან ცუდი რაღაც ერთი დარტყმის იმედზე ვხარ. მარტო მაგის იმედზე ხარ და ზუსტად შენი მოწინააღმდეგეც ანალოგიურად ახლა შენ ბრძოლებს როცა უყურებს, ისიც შენ საწინააღმდეგო დამუშავებს რაღაცებს და გააუბნებელყოფს მაგას საჩვეულოდ რა. კი, ანკალავი უფრო უნივერსალური არის, მაგრამ რაც ძალიან გამიკვირდა რომ ვერ შეძლო გადაყვანა. ხო. ეგ ჩემთვის იყო აი ძალიან უცნაური აი როგორ და როგორ შეუძლია რომ კლასიკურ კიკბოქსინგის წარმომადგენელს რომ ამ დონეზე აწიოს რესლინგი ანკალავი არის მაღალი დონის მოჭიდავე და სეტკასთან როგორ კარგად ემუშაობდა და როგორი ფიზიკა აჩვენა ეგ იყო ვაუ ხო საავადმოდ უფრო მაღაზეც იმუშავებდა პერეირა რა იმიტომ რომ დარწმუნებული იქნებოდა რომ გადაყვანას ეცდებოდა ანკალავი და მაღაზე ალბათ დამუშავარი ქონდა მაგრამ მე რეალურია სადღაც სმა გქონდა შემდეგ ქართული ის დაემართა ქართული ბევრ მებრძოლს ემართება ჩემი აზრით აი თუ დამეთანხმები პერეირამ არასწორი გეგმა გააკეთა რადგანაც მაქსიმალურად ჩადო ძალები იმაში რომ დაეცვა თავი გადაყვანისგან რაც გააკეთა მაგრამ ვერ მოიგო ეს ბრძოლა, რადგანაც მხოლოდ ამაში არ იყო პრობლემა და დგომშიც ანკალავი მაჩვენა რომ შეუძლია ბრძოლა. ჩემი აზრით მეორე ბრძოლას ანკალავი მოიგებს, ეგ უბრალოდ ჩემი პროგნოზი არის. თუ პერეირა გააკეთებს ეცდება რომ პირველ ნომერში იმუშაოს, ჩემი აზრით გაატარებს. გაატარებს კიდე გაატარებს. და რადგანაც ანკალაევს აქვს ძალიან მოკლე, სწრაფი და ძალიან სწრაფი რეაქცია აქვს და კარგად ურტყამს, ანუ აი ხელებს შორის ურტყამს, სადაც ატარებს ხშირად პერეირა. არა, ძალიან ღია დგომი აქვს ეს. კი, აი ესეთი დგომი აქვს, კი და ანკალაევი ზუსტად აჯენს, აი სამბისტური ტექნიკა არის ეს, ხშირად მაქვს ბრძოლების სამბოში ნაყურები და ეს არის სამბისტური ტექნიკა, როდესაც ფეთქთები ორი დარტყმით. ამას აკეთებს ანკალაევი და ჩემი აზრით მოარტყამს და დასვამს. მეცე მეგონა. შენი აზრით მძიმე წონაში ვინ შეიძლება რომ იყოს ნახევრად მძიმე წონაში ვინ შეიძლება იყოს ანკალაევის პოტენციალური მოწინააღმდეგე კონკურენტული თუ ხედავ ეგეც სიო 93-ში სიმართლე გითხრა ძალიან გაფუშტა რაღაც სიტუაცია რა და არ ვიცი ვერ გეტყვი რომ ვინმე იყოს ესეთი ვინც ანკალაევს მოუგებს
ერთი ისევ პერეირას იმედია. პერეირას ყველა პერეირას იმედზე ვარ. პერეირას საკმაოდ საინტერესო მომავალი ელოდებოდა, რომ მოეგო ეს ბრძოლა. ჩვენ არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ დანა ვაიტმა შექმნა კრივის ორგანიზაცია, სადაც პოტენციალურად განიხილებოდა ალექსანდრ უსიკის და პერეირას ბრძოლა. რა სიტყოდი ამ ბრძოლაზე? როგორ შეაფასებდი? ნუ საინტერესოა ფაქტია. საინტერესო არის კი, მაგრამ უსიკთან კრივში პერეირას არანაირი შანსი არ აქვს. კი, არანაირი შანსი. არა, რო ვერ მოიგებდა ფაქტია, მაგრამ როგორი ბრძოლა იქნებოდა შენი აზრით? ანუ რა სტილები შეეჯახებოდა ერთმანეთს? მე გეტყვი ერთს, რომ ალბათ დროზე ადრე დამთავრდებოდა ეს ბრძოლა. დროზე ადრე დამთავრდებოდა, კი. იმიტომ რომ უსიკმა ყველაფერი გააკეთა ახლა რა, თუ რამე კრივში გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. კი, აბსოლუტურად. ოლიმპიადად დაწყებული და ორი კამარი გაერთიანა, ორი წელი. თან ისე რომ სიმაღლე დაბალი არის. კი. და 86 არის თუ არ მეშლება, 86-87. კი, დაბალი არის და ნუ ნუ ძიმე წონებთან შედარებით იქ 2 მეტრა არის. ფიური 2 და რამდენია 2 და 15 თუ რაღაც. და მაგიტომ კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აი მაგიტომ ხა უსიქს კლასიკური კრივი აქვს მაინც შემორჩენილი კარგად. კი, კარგად თან ეს მაინც საბჭოთა სკოლა კი, ჩელნოკი, აბსოლუტურად. კარგად ეტყობა და პერეირას იმდენად ღია დგომი აქვს, რა ვიცი, ძალიან მარტივად გაატარებს რა. მარტივი იქნება რა უსიკისთვის. აი, უბრალოდ რამდენად დააფინიშებს, ალბათ შეუძლია. შეუძლია. აი, ისე და ისე იმდენად ღია დგომი აქვს პერეირას, რომ აი კრივისთვის მით უმეტეს საშინელება არის ეგეთ დგომი რა. თუ არ მოძრაობ, თუ დისტანციაზე არ ხარ, head movement-ებს არ აკეთებ, რაღაცა საიდსტეპს გვერდზე გასვლებს შორიდან დაიჭხობა, მაშინ კი, მაგრამ პერეირას ელტერფი დადის და პერეირა ახლა უსიქს საიდსტეპით ვერ აჯობი, ვერ გააგვირებს. ეგ იქნებოდა ძალიან გასაკვირი, რომ ფუტვორკით აჯობოს უსიქს. არა, შანსი არ აქვს. ძალიან საინტერესო ბრძოლის განხილვა მინდა, როგორც იცი, მეორე ბრძოლა ჩატარდა ბივოლის და ბეტერბიევის. როგორ მოგეწონა პირველ რიგში შევიკითხები ეს ბრძოლა? სიმართლე რომ გითხრა, მეორე ბრძოლის არ მინახავს, არ მიყურებია. ბოლომდე არა თავიდან ხო, ჰაილაითები ვნახე რაღაც რა, მაგრამ პირველზე შემიძლია თქვა, რომ არ ვიცი, რამდენად შე როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი იყო საჯების გადაწყვეტა? მე სამჯერ უყურე მაგ ბრძოლას და მივეცი ბივოლს. სუსტი დარტყმებისგან გამომდინარე, მაგრამ თუ აფასებდნენ უფრო აგრესიას და შეტევას, მაშინ ბეტერბიევი. ხო, და მეც ბივოლს. სუსტად დარტყმებით ბივოლმა მოიგო ასე. ბივოლს ვფიქრობ, რომ ბივოლმა მოიგო რა. რაუნდი 2 რაუნდის სხვაობით მოიგო. კი, მეც ეგრე რომ ორჯერ უყურე და მეც ბივოლისკენ ვიყავ, იმიტომ რომ მან ხო ის არის მარტო აგრესია და ის არის დარტყმების რაოდენობაც სითვლება რა, კიდე არ გინდა. სუფთა დარტყმებში, აი თუ არის საუბარი რაღაც ოლიმპიურ კრივზე, აბსოლუტურად გამარჯვებული იყო ბივოლი, რადგანაც უფრო მეტი გააკეთა. კი, ბოლო რაუნდებში ბეტერბიევი კი უტევდა, კი იყო უფრო აგრესიული, მაგრამ დაცვაში შედიოდა ერთ დარტყმებით. უბრალოდ ვერ გაიგებ როგორი მსაჯები იქნება. საკმაოდ ბევრ შეკითხვებს იწვევს მსაჯობა ხშირად. აი ბოლო ბრძოლაში ერთმა მსაჯმა მიცა გამარჯვება ბეტერბიევს, ერთ-ერთმა რომელიღაც რაუნდში, რომელიც აბსოლუტურად აი რაღაც სხვა ბრძოლას უნდა უყურებდე, რომ ის რაუნდი მიგეცა, მაგრამ ეგეთიც ხდება. ხო, მიკერძოები არის ხოლმე ხანდახან რა სამწუხაროდ. კი, ამას აქვს ადგილი. მე პირველი ბრძოლა, როდესაც უყურე და აი შედეგიც უკვე გასაგები იყო, მე ზუსტად ვიცოდი რა უნდა გაეკეთებია ბივოლს, ეს იყო უფრო თამამად წასულიყო წინ. ისიც ეშინოდა პირველ ბრძოლაში, რადგანაც 100%-იანი სტატისტიკა აქვს ბეტერბიევს. ყველა ნოკაუტით აქვს მონაგები და თავისთავად ფრთხილად უნდა იყო რომ, მაგრამ როდესაც იგრძნო ბივოლმა რომ შეუძლია ამ დარტყმების ატანა და მისი ტექნიკა ვერ იქნება ესეთ მორიდებული, ანუ უნდა იჩხუბოს. და გააკეთა ის რომ აჩვენა რომ ტექნიკურად სხვა დონე არის. ხო. და ისი კითხვა მინდა, შენი აზრით რომ მოხდეს რომ კრუზერვეიტში ავიდეს ბივოლი, ჩამოვიდეს უსიკი ქვემოთ? ნუ უბრალოდ ფულის გამო ხო, ეხლა სხვა რა უნდა იყოს мотиваცია ფულის გამო, როგორი ბრძოლა გველოდება? აი ეგ იქნება ყველაზე საინტერესო ბრძოლა რაც იქნება ყველაზე საინტერესო ხო რა. იმიტომ რომ როგორ წარმოგიდგენი აი რაუნდებად რომ ვისაუბროთ? გეტყვი, ანუ უყურე რა არის ორივე კარგად ტექნიკურია და მაინც სხვადასხვა ტექნიკით არიან. ორივე საბჭოთა კავშირის სკოლა, მაგრამ განსხვავებულია ხო ეგ არის რა. ალბათ მე მაინც გონია რომ უსიკი შეიძლება წააგოს, მაგრამ შეიძლება რომ მოხდეს ეს? შეიძლება წააგოს.
რის ხარჯზე შეუძლია მოიგოს პივოლმა? სიჩქარე? სიჩქარის ხარჯზე და ალბათ გამძლეობის ხარჯზეც რა. გამძლეობის ხარჯზე. საინტერესო უბრალოდ აი მე ვერ ვაფასებ მაგ ბრძოლას, ანუ მე არ შემიძლია კი, ანუ როგორ დალაგდება აბსოლუტურად ჩემს ზართული არც ვიფიქრე ამაზე სიმართლე ითხრა. მაგრამ ფაქტია რომ შეიძლება ეს მოხდეს. კი, შეიძლება რომ მოხდეს რომ სისწრაფის ხარჯზე. რადგანაც განვითარება უსიქს აი ძიბუასთან რევანში დიდად საინტერესო არ არის, ჩვენ ვიცით როგორ დასრულდება, როგორც პირველი დასრულდა ნოკაუტით, უბრალოდ წააგებს ქულებით ან ნოკაუტით. და აი ჩამოსვლა და ბრძოლა პივლთან ეს იქნება, არ ვიცი, ალბათ საუკუნის ბრძოლა იქნება. ხო. მაგრამ ალბათ წონის კლებას კარგად გაუჭირდება რა და. კი, მაგრამ ეს ბუნებრივად არ არის მძიმე მაინც. ბუნებრივად ვერ იტყვი რომ მძიმე არის. და არასოდეს ეს არ იყო უსიკის უპირატესობა. სიმძიმე და გაბარიტები, გამომდინარე რომ ბევრად უფრო დიდებს ეჩქუბებოდა. ასევე მეორე ბრძოლა MMA-ში, ასევე საუკუნის ბრძოლა ეს თოფურია ისლამ მახაჩევი. ხო. რა სიტყვით? თოფურია მახაჩევი არის ბრძოლა, რომელსაც ყველა ველოდებით. აბსოლუტურად. მთელი სოფლიო ველოდება, ან ჩვენ განსაკუთრებით. კი. მე შემიძლია ერთი რაღაც თქვა, რომ ბოლო ბრძოლას მახაჩევისას რო უყურე მოიკანოსთან. კი. იქ დარტყმები შეჭამა. შეჭამა. და მგონი მოარტყეს კიდევაც, აი ამბობენ რომ ფეხი წაუწდაო, მაგრამ არ წაუწდა. არ წაუწდა და თოფურია მაგ ყველაფრის უმაღლესი დონის მასტერი არის, რომ ადვილად შეძვრეს და მიაყენოს. პლუს იმას გეტყვი, რომ თუნდაც გრაუნდზე გადავიდეს ეგ ბრძოლა, რაც დიდი შანსია რომ გადავა, იმიტომ რომ თოფურიას იმ სეტყვას ვერ გაუძლებს რა. და გრაუნდზეც მე მინახავს ილია რასაც აკეთებს, ჩვენთან იყო დარბაზში მოსული. იყო დარბაზში, ალექსანდრე ილია სემინარში ჩაგვიტარეს. ეგეთი მაღალი დონის კრებლერები მე არ მინახავს. ხო, აი თანაც მორგებული MMA-ზე. მორგებული MMA-ზე, ხო, ნუ ხო ეხლა განსხვავდება პრინციპში რა, იმიტომ რომ არის გრეპლინგი და არის grappling for MMA. სულ სხვა რაღაცა არის, როდესაც დარტყმა მიდის, იქ ბევრ რაღაცას ვერ გააკეთებ. კი, ხო. და ამათ კონტროლის ძალიან კარგი ქონდათ ორივეც ძმებს რა და არ მგონია რომ მახაჩევმა გაუხაჩოს რა გრაუნდზეც. აი ძალიან კაკ მინიმუმ დაიცავს თავს და ადგება ფიქრობ. დაიცავს თავს და ადგება. თან ფიზიკურად ძლიერი ხა ისე არ არის რომ დაუშვათ ფიზიკურად მახაჩევმა დაჩაგროს. ძალიან ძლიერი აქვს. მახაჩევს ამბობენ რომ ძლიერია, მაგრამ ძირითადად რის უპირატესობაზე ამბობენ გაბარიტები, ხო? სიმაღლე, ხელების გაშლა და თავისთავად წონა, ხო? სულ სხვა წონაზეა. ხო, მაგრამ ეს დიდი წონიდან იკლებს რა. რა წონაზე არის საუბარი, თუ იცი? არ ვიცი, 80 რაღაცას ამბობენ. 90-ის ან 80 რაღაცას. ხო და. ეგ საკმაოდ დიდი წონა არის. კი, მე ილიას რაღაც ფოტო მაქვს სადაც ნახე, სადაც ძალიან ისე არის რა. ეს რა არის შენი აზრით გენეტიკა, კარგი სკოლა თუ ყველაფერი ერთად დაემთხვა? გენეტიკაც არის კი, იმიტომ რომ ბევრი მინახავს, ხა ცოტა ისე გამომივიდა, მაგრამ აი ძალიან ისეთი ჯანგზე მოსული მეგრელები ბევრი მინახავს რა, მართლა. და აი ზუსტად იგივე აღნაგობის არიან ისინიც რა. ხო და ეს გენეტიკა რა თქმა უნდა თავისას შვება რა, იმიტომ რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი არის. ხა ეგრე მარტივად მაგ ყველაფრის განვითარება, არ ვიცი, ძალიან რთულია რა. პლუს ტექნიკა უმაღლესი დონის აქვს. კი, კრივის ტექნიკა ფენომენალური. კი. ჩემი აზრით რო გადავიდეს ილია კლასიკურ კრივში, ბევრს მოუგებს, კი. თან ზუსტად ისე აქვს რა, დაყენებული რა, ძლიერი დარტყმები მიაყენოს თავის მოწინააღმდეგეს, დგომიც ისე აქვს შერჩეული ამ ყველაფერთვის რა. და არ ვიცი, მე მგონი მახაჩევს ძალიან ცუდი დღეები დაუდგება. სავარაუდოდ იქნება ბრძოლა ოლივეირა თოფურია და რის შემდეგაც ოლივერას მოუგებს მარტივად. ოლივეირას ბრძოლა მინდა გავიხსენო ისლამ მახაჩევთან. ოლივეირას ყველა ფასებდა როგორც მაღალი დონის ჯიქსე, ანუ მოჭიდავეს, ჯიუჯიტსუს წარმომადგენს და ორი მომენტი იყო, როგორ გაიარა გარდი ისლამმა, უბრალოდ ფეხები კაცი. და მე ფიზიკა არ იყო და იმით. ფიზიკა არ იყო შენი აზრით. და მეორე ის იყო, რომ აბსოლუტურად არასწორად დაახჭო. ანუ ხელი არც იქ რო დანებდა, მივხვდი, რომ აი რაღაც მე-7 და მე-11 კლასის ჯგუფი იყო, ანუ ჯამში ხო, პროზა ფიზიკურად გადაუღო. ფიზიკა გადამწყვეტი არის, აი ეხლა ბევრი შეგვიძლია ტექნიკაზე ვისაუბროთ, მაგრამ ეხლა ესეთი სხვაობა თუ არის ფიზიკაში, დაჭყინდა უბრალოდ. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ შენი აზრით არ ექნება თოფურიას უბრალოდ ისლამ მახაჩევს არ ექნება უპირატესობა ფიზიკაში. არანაირად არ ექნება ფიზიკაში უპირატესობა, არანაირად. ქვადარკინაა რა.
ხა ხო მინახავს და მაგიტომ ხა ისე არ ლაპარაკობ ამ ყველაფერს. ძალიან ძლიერია ფიზიკურად. აი მოდი ავიღოთ 5 ასპექტი. პირველი ეს არის რესლინგი, რესლინგი დგომში, ხო? ვის მივცემდით უპირატესად თუ პრეს მივცემდით? რესლინგი დგომში შეიძლება მახაჩენს ვიცეთ ამ შემთხვევაში. ანუ გადაყვანების ცდელობები იქნება უეჭველი. იქნება, კი. კარგი. მეორე ეს არის გრეპლინგი, ანუ უკვე მუშაობა მიწაზე. რას გავაკეთებთ ვის მივცემდით უპირატესად? ილიას აუცილებლად. ილიას მივცემდით უპირატესად. მესამე ground control-ზეც აუცილებლად ილიას მივცემთ. ანუ ამისგან გამომდინარე ხა პირველი თუ შესვლები გადაყვანები მახაჩევზე იქნება, ანუ ილია შეძლებს რომ ადგეს. ვერ გააჩერებს, ანუ მაინც უპირატესობა ამ მხრივ მიდის ილიას მხრივ. ახლა სტრაიკინგში ვაძლევთ ტოპურიას აქ კი. თანაც მახაჩევს აქვს დანაგები ნოკაუტი. ანუ შემთხვევით მოხდა, მაგრამ ფაქტი არის რომ განათიში არის. ფსიქოლოგიური მომენტი. ხო, აი ფსიქოლოგიური მომენტი ახლა ილიას თუ შევხედავთ ბოლო დროს რასაც ჯერ მანდის რაც გააკეთა ეს UFC ჩემპიონად დაიწერა. კი. უკვე მაქედან გამომდინარე მენტალურად სად არის ხო ხდები რა და ეხლაც უკვე ნიკნეიმი შეიცვალა. ლეგენდა დაიქვა ხო და იცის რომ გახდება აქამდე ხო ეწერა UFC ჩემპიონი და შეასრულა სიტყვა. ეხლა ლეგენდაა და ლეგენდაც გახდება რა. მენტალურად ძალიან ძლიერია ჭირა. მაგ საკითხს მე აუცილებლად დაუბრუნდები და მეხუთე ეს არის გაბარიტები, ნუ აქ ეხლა რაც არის ხო ეს მონაცემები თავისთავად უკვე მახაჩევის უპირატესობა არის, ხელების გაშლა, სიმაღლე და ბუნებრივი წონა. როგორ შეაფასებდი აი შენი პროგნოზი 5 რაუნდი როგორ განვითარდებოდა? აი როგორ წარმოვიდგინოთ ეს ბრძოლა? ალბათ, ნუ თავიდან რა თქმა უნდა ყველაფერი გომში იწყება. ილია ეცდება რომ შეძრეს და მოარტყას ალბათ overhand-ზე არ ჩქარობს ილია თავიდან თქო რაღაც აი დისტანციას ხო უნდა შეისწავლოს რა იმ მომენტისთვის როგორ არის მომზადებული ის მოწინააღმდეგე და ნელ-ნელა ალბათ რაუნდის ბოლოს შეძრება ერთ-ერთს ისვრის overhand-ს ალბათ ან თუ მიუახლოვდა და იმ პირველი რაუნდის მერე გადაწყვეტს ალბათ გეგმა-ბეგეგმაც ეხო ექნება და იქიდან გამომდინარე რაღაცებს შეცვლიან იქ რა მახაჩევის ამოცანა როგორი უნდა იყოს ამ ბრძოლაში? აი შენ რო იყო მახაჩევის გუნდში ხო როგორი გეგმა უნდა იყოს? ალბათ სუცენტრი უნდა ეკავოს. გრძელი დისტანციიდან უნდა იჭყოს ყოველთვის და თუ ეს ყველაფერი შემივა იქამდე რომ ილია მიაწובה და კედელთან მიიყვანს, აუცილებლად უნდა მოატრიალოს და თვითონ უნდა დაიწყოს მე გადაყვანა რა. ანუ კედელს არ უნდა კედელთან ვერ გაიქცევა. ვერ გაიქცევა, კი. თითქმის ყველა ნოკაუტები ილიას კედელთან აქვს ფორმირებული. როდესაც უკვე მოწინააღმდეგე უკან ვერ აკეთებს ნაბიჯს. კლინჩი და მოტრიალება იქნება იდეალური მაგამ ბავში. ძალიან საინტერესო არის. ძალიან საინტერესოა შენთან განხილვა ამ ბრძოლის, აი ადამიანი რომელიც თანაც სპორტსმენი, თანაც მწვრთნელი და სტრაიკინგში კარგად ერკვევა. რატი მე მინდა შენ შეგეკითხო ესეთ საინტერესო ასპექტზე, როგორც ფსიქოლოგიური და მენტალური მომზადება მებრძოლის. აი რა შეგიძლია ურჩიო სპორტსმენებს ბრძოლის გასვლის წინ დამწყებებზე არის საუბარი, როგორ უნდა მიუდგენ ბრძოლას შენი აზრით, თუ გაქვს რაღაც რეკომენდაციები, თუ როგორ სწორად უნდა ესაუბრო საკუთარ თავს, როგორ მოამზადო ამისთვის. კი. განსაკუთრებით დამწყებების, ნუ ყველას ემართება პროფესიონალებსაც და დამწყებებს რა, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცი, როცა შენ გადიხარ, შენ ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივარი შენი სანაცნობო, სამეგობრო, ოჯახი, ნათესავები და ასე შემდეგ რა. და რომელიც ელოდებიან რომ შენგან ელოდებიან იმდენს რომ მინიმუმ უნდა მოიგო, მაქსიმუმ ის რომ კარგი ბრძოლა უნდა აჩვენო. აი ამაზე როგორც კი დაიწყებ ფიქსო სხვა რას იფიქრებ შენზე, ყოველთვის ძალიან გაგიჭირდება რინგზე შესვლა და იქ რაღაცებს ეკეთება. მე ცხვირი პირველად რო გამიტყდა, მაშინ იყო როცა მამაჩემი დაესწრო ჩემ ბრძოლას. ხო, აი ვერაფერი ვერ გავაკეთე იმ ჯგუფში საერთოდ. საერთოდ ვერაფერი, იმიტომ რომ ნერვიულობდი იმაზე რომ მამა მიყურებდა რა. და აი ეხლაც ბოლო ბრძოლებზე რო ვიყავით, ფოლადა და გოგა ქისტაური როცა იბრძოდნენ, მაგათაც ის უთხარი რაც მინდა ეხლა რო თქვა რა, რომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ სიამოვნება მიიღოთ ამ პროცესისგან. მაქსიმალურად ეცადეთ რომ გაერთოთ ეს არ არის რაღაცების გადამწყვეტი ცხოვრება ყოველთვის გრძელდება შემდეგი ბრძოლაში იქ იმის შემდეგი და შემდეგ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ რა. ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ რომ გაერთოთ და სიამოვნება მიიღოთ ამ ყველაფრისგან რა, იმიტომ რომ ბრძოლა, აი ჩვენ იმიტომ ვიბრძვით რომ სიამოვნებს, საერთოდ არის ხალხი ვისაც საერთოდ არ სიამოვნებს რომ სახეში ხვდება, მაგრამ ჩვენის კატეგორია ვარ თუ აქედანაც რაღაც დადებიც ვიღებთ რა. ხო და მაგიტომ ჯობია რომ ისიამოვნო შენი ბრძოლით, გამოიყენო, იფიქრო იმაზე რომ მანამდე რა ივარჯიშე და შენი ტექნიკა კარგად გამოაჩინო ამ ყველაფერზე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ, აუცილებლად ყველას.
და არ დაიბნეთ უსმენთ მწვრთნელს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მესამე კუთხიდან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. საერთოდ სხვანაირად, ამიტომ კარგად უსმენთ მწვრთნელს და რა ვიცი სიამონებაა ბრძოლა, მეტი არაფერი რა. ვისაც უნდა რატისთან ვარჯიში, MMA-ს მიმართულებით, კრივის მიმართულებით, კლუბი გლადიუსი, რომელი მეტრო არის ახლოს? პოლიტექნიკური. ეს არის ეს დარბაზი არის ძველი სპორტის სასახლის მიმდებარედ რა. იქვე არის და ძალიან კარგი, აი მეც ახლოში ვცხოვრობ, აუცილებლად თქვენთან სტუმრად შემო. აუცილებლად. რატი რამოდენიმე სიტყვა რომ გითხრა შენ გეგმებზე, შენი სპორტსმენების, პირადად შენი რას უნდა ველოდებოდეთ, რა ივენტებზე ვიხილავთ ჩვენ სპორტსმენებს, თუ არის ეგეთი გეგმა? აი ნახოთ ეხა ბრეივის კონტრაქტს მოაწერა ხელი თორნიკე გიგაურმა. კი, ვიცი თუ თორნიკე. რომელიც ეხა მალე იქნება რა. და როდის იგეგმება არის უკვე დანიშნული? სადაც ერთ თვეში კი ბრძოლა ჩანიშნული არის, მოწინააღმდეგეც ვიცით. სადაც ერთ თვეში არის ეს ბრძოლა და ალბათ მათე ნახოთ როგორ იქნება მათეს რაღაც გეგმები აქვს. ალბათ ოქტომბერში გააგრძელებს რა და ბენოსაც კიდე რაღაც გეგმები ქონდა ისეთი, არ ვიცი, მე რაც დარბაზიდან წამოვედი, ცოტა ამ თემატიკას ჩამოვშორდი რა. გიგაურთან ზუსტად ვიცი რომ კუთხეში ვიქნები. თორნიკე ძალიან მაგარი ბიჭია, კრივის და რესლინგის ტექნიკორი ძალიან მაღალ დონეზე, ნასპარინგების გვაქვს კიდევაც და ძალიან კლავჭიდელი ყოფილი. კლავჭიდელი თან საკმაოდ წარმატებული კლავჭიდელი იყო. ძალიან საინტერესო რომ აბსოლუტურად განსხვავებული სპორტი და ჩემი აზრით ერთი მეორეს წესით უნდა უშლიდეს, ხო? მაგრამ არა, თორნიკეს ძალიან მაგარი მონაცემია. ბრევი არის, ნუ აი ტოპ ორგანიზაცია, ესე ვიტყოდი, მაღალი გონორარებით და ძალიან კონკურენტული. ანუ არის საუბარი მაისზე, ხო? აპრილის ბოლო მაისზე. ხო. კი, ეგრე არის ჩანიშნული ბრძოლა. რატი მე მინდა შენ გისურვო წარმატება პირადად შენ სპორტსმენებს, მინდა რომ კიდევ ერთხელ გვესტუმრო, განვიხილოთ ბრძოლები, ძალიან საინტერესო განხილვა გამოვივიდა. და მაყურებლებს აუცილებლად გამოიწერეთ რატის Instagram-ი, Facebook-ი, რატი თუ გაქვს YouTube არხი? კი, მაქვს Champions Corner ქვია და რას მოიცავს ახლა გეტყვით. როდესაც ჩვენ მივდიოდით ბრძოლებზე, იქ შიდა სამზარეულოს ვიღებ. დღიურივით არის. დღიურივით არის და ხო, ბლოგს ვაკეთებ ჩასვლიდან ბოლომდე რა. აუცილებლად გამოიწერეთ რატის YouTube არხი და ლაიკეთ და კომენტარეთ და დაწერეთ თქვენი შეკითხვები, ყველაზე გიპასუხოთ. დიდი მადლობა რა დღევანდელისთვის და ძალიან მიხარია რომ კარგი პროექტია და აუცილებელია აი მათემაც თქვა ეგ რა, ანუ აი აუცილებელია ესეთი პროექტები იმისთვის რომ განვითარდეს ეს სპორტი და მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს საბრძოლო სპორტით, იმიტომ რომ როგორ რაღაცა იცით ჩვენ ქართველებს გვაქვს ბრძოლის ისტორია თავიდან ბოლომდე რა. ვერავინ ჩვენზე კარგად ვერ იბრძვის ეხლა რა დამიჯერა, იმიტომ რომ ეს გენში და სილში გვაქვს ხო, იმიტომ რომ სულ საქართველოს ისტორიის მანძილზე ქართველი ყოველთვის იბრძოდა. და ამიტომაც ძალიან მიხარია ხოლმე რომ TikTok-ს როცა ვსკროლავ, ძალიან ბევრი დაინტერესებული აქვს ამ სპორტით რა. კრივი, კიკბოქსინგი, 1000 რაღაც ხდება და ბედნიერესი ვარ ეხლა ამ მომენტში რა, მართლა ძალიან კარგია. და ჩემი ამოცანა არის კიდევაც რომ ყველა ვიცნობდეთ იმ ხალხს, ვინც ამ ისტორიას ქმნის. ხო, ეს პირადად შენ ხარ, ეს არის ის მწვრთნელები, სპორტსმენები, რომელიც უკვე, რა ვიცი, 10 წელიწადი არის ჩართული ამაში. მნიშვნელოვანი არის რომ ამ ხალხის, ამ კაცების, ამ სპორტსმენების ხმა, გოგონებიც არის, რომ აუცილებლად გავიგოთ და ვიცნობდეთ პირადად. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ჯანებს, ეს იყო Iron Podcast. მადლობა რა. მადლობა.